მოგესალმებით ბატონებო. საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრესსამსახური იწყებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 25 ეროვნული საფანსულაია მიბრძოლა ბოლომდე. მერე შარიქაძე და ეუფლაბურთს კარგი გადაცემა საბანაძე ჯობდა ალბათ ერთიანი როგორც ფეხბურთელები. აიქ დოლიძე ხონღაძე ჩაერთო მარჯვენა ფრთიდან 100-ია საჯარიმოში ფანსულაია ვერ მიწვდა ბურთს და გამოიტანეს მცველებმა თუმქაძე დოლიძე შემდეგ კუხიანიძე დოლიძე კუხიანიძე ჭანტურიშვილი დარტყმა კარში და ძელმა იხსნა ახლა მინდია ბობრიაშვილის კარი. კარგი გადაცემა და ბურთს მიიღებს ჭანტურიშვილი. შეუძლია დაარტყას გაცდა მეტოქეს დარტყმა კარში. ხონღაძე დოლიძე კარგი გადაცემა საკიფათო მდგომარეობა 100-ია კარის გასწვრივ გაუვარდა მეკარეს და ფეხი დაუცდა ფანსულაიას. კარგად ითამაშა შარიქაძემ. შემდეგ კუხიანიძე შეიძლება აქედან კარში დარტყმა არა დააგვიანა გადააწოდა დოლიძეს. დოლიძემ კუხიანიძემ ხონღაძეს მისცა და არაზუსტი დარტყმა შარიქაძე. არ არის თამაშგარე საბანაძე მეკარესთან პირისპირ საკიფათო მდგომარეობა და 100-ია ნამდვილად არ იყო თამაშგარე შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ. ახლა დოლიძე არ არის თამაშგარე მდგომარეობა დოლიძემ მოჭრა კარისაკენ კუთხე შევიდა საჯარიმოში 100-ია კარის გასწვრივ საკიფათო მდგომარეობა ჭანტურიშვილი კარგად ითამაშა იმიტომ რომ დაუფარეს მას და ვერ დაარტყა ჭანტურიშვილი. თედო გრიგალაშვილმა იბრძოლა კარგად. გასავთ ხონღაძე. აი ახლა მიიღო ბურთი დოლიძემ. 100-ია. შემდეგ კუხიანიძე დარტყმა და აცდა ბურთი გარს. დოლიძე იქვე ფანსულაია, მიიღო ფანსულაია, მის წინ ერთი ფეხბურთელია. გაცდა 100-ია. ლავკარში წავიდა ბურთი და ისევ კარგად ლურჯი ფორმით ასპარეზობს ზესტაფონი, ვინც ახლა შემოგვიერთით ვითელი ფორმით. ლანჩხუთის გურია საბანაძე დარტყმა და მეკარე ბობრიაშვილმა პირველივე წუთზე იხსნა კარი გოლი. საბანაძე შარიქაძე ფანსულაია დარტყმა ძალიან კარგად დაარტყა ახლა ფანსულაიამ და სულოდნავ აცდა ბურთი. დიახ გაითამაშა კუხიანიძე შეიძლება დარტყმა გარში ძელს მოხვდა ბურთი შემდეგ მეკარეს და კიდევ ერთი კუთხური. ენდელაძე 100-ია დარტყმა შეიძლება დარტყმა და შარიქაძემ გაუშვა ახლა კარში გოლის გატანის 100%-იანი შესაძლებლობა შეიძლება ითქვას ჯერ თავით დაარტყა. უპირატესობა აშკარად და ახლა ისევ შარიქაძე კარგად გაითამაშეს დოლიძე შეიძლება 100-იოს 100-ია გართან დარტყმა და რა შარიქაძე შემდეგ კუხიანიძე დაარტყა არაზუსტად. მოაწვის ტატანაშვილი თუ არ ვწდები ემზადება ზესტაფონელთა რიგებში შემოსასვლელად ალბათ საბანაძეს შეცვლის. ასიეს დარტყმა კაპანაძე ურტყამდა და აცილა კარს 100-ის თუმცა არც თუ ისე კარგად ხონღაძე დაეუფლა. შემდეგ კუხიანიძე ენდელაძე კარში დარტყმას აპირებს დარტყმა მოიგერია მეკარე ბობრიაშვილმა ისევ წამოწვა ლანჩხუთელი ფეხბურთელი შარიქაძე ხონღაძე მეკარესთან პირისპირ დარტყმა და კიდევ არ გავიდა ისევ ძელს მოხვდა ბურიშვილი თავად დაიძრა დაარტყა კარში და მეკარე ბობრიაშვილი დოლიძე 100-ის საკიფათო მდგომარეობა ენდელაძე დარტყმა ხელი დაიჭირა ბურთი პირდაპირ ფეხბურთელმა და მსაჯი ანიშნებს რომ მხოლოდ კუთხური იყო. 100-ის კუთხურიდან გამოიტანეს ლანჩხუთელებმა შემდეგ ენდელაძემ მიიღო შეუძლია დაარტყას დარტყმა და აცდა კარს. ჭანტურიშვილი იქვე ენდელაძეა თავად დაიძრა ჭანტურიშვილი გასდა 2 მეტოქეს შეუძლია დაარტყას დარტყმა მოიგერია მეკარემ შარიქაძე დარტყმა არის საჯმა
ის 6 წუთი გავიდა, მაგრამ ახლა დოლიძე უტევს ისევ საკიფათო მდგომარეობა, გადაცემა დარტყმა. ბობღიაშვილი კიდევ ძელს მოხვდა და კუთხურზე გავიდა.